ქუთაისის გულში უკვე თითქმის 80 წელია არსებობს სივრცე, სადაც ხის, ქსოვილისა და ფერებისგან შექმნილი თოჯინები სცენაზე ნამდვილ სიცოცხლეს იძენენ. ეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრია. ადგილი, რომელიც ბავშვებს ზღაპრების სამყაროს აცნობს, მაგრამ მაყურებელი მხოლოდ იმას ხედავს, რაც ფარდის წინ ხდება. ფარდის მიღმა კი სხვა სამყარო იშლება. აქ თითოეულ თოჯინას საკუთარი ისტორია აქვს. სცენაზე გამოჩნდება, მასზე კვირეების, ზოგჯერ კი თვეების განმავლობაში მუშაობენ. ყველაფერი ბევრად ადრე იწყება, ესკიზით, შემდეგ იქმნება სახე, ემატება ფერები, იკერება კოსტიუმები და ბოლოს თოჯინა პირველად მოძრაობას სწავლობს. თითოეული პერსონაჟი ადამიანების შრომის შედეგია. რამდენიმე წუთიანი წარმოდგენის უკან ათობით ადამიანის შრომა დგას. მსახიობების, მხატვრების, მექანიკოსების, დეკორატორებისა და რეჟისორების, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან იმ ჯადოსნობას, რომელსაც მაყურებელი მხოლოდ რამდენიმე წამში გზნობს. დღეს, როდესაც ეკრანები ბავშვების ყოველდღიურობის დიდი ნაწილია, თოჯინების თეატრი კვლავ ინარჩუნებს უნარს მაყურებელი რეალურ ემოციასთან დააკავშიროს. აქ ზღაპარი მხოლოდ სანახაობა არ არის. ეს არის შეხვედრა ფანტაზიასთან, ისტორიასთან და იმ ბავშვურ განცდასთან, რომელიც ასაკს არ ემორჩილება. 1956 წელს დაარსებული თეატრი დღემდე ასობით სპექტაკლს მასპინძლობს და აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელიც თაობებს ერთმანეთთან ზღაპრების ენით აკავშირებს. ამ თეატრიდან ყველას რაღაც მიაქვს: ღიმილი, ემოცია, ფანტაზია და რწმენა, რომ ზღაპრები არსებობენ. რადგან სანამ არსებობს ადგილი, სადაც თოჯინები იცოცხლებიან, ბავშვების ჯადოსნობას არსად ქრება.